ამას უნდა დაყვავება. ამას უნდა ცოტა სიმკაცრეი, არ გადმოვარდის, სიმკაცრეი. ემას თუ ცოტა სტროგად მოეკეცი აკეთებს, ამას არა, ამას უნდა დაუყვავო. ამასაც ეგრე უნდა დაუყვავო და უფრო დაგიჯერებს. ემას უფრო სისტროგი უნდა. გოგოებშიც ეგრე არის. იმას უფრო დაუყვავე, გააკეთებს, ის არა, იმას ცოტა სტროგად უნდა მოექცე, რომ Ufras Moskva Vanikoi. Ares Katsri. Georgiaris Tormedis Lisa. Georgiaris mine. Momdevno? Vame. ვინ გინდა რომ გამოხვიდე? ეკი. ამარი არის 5 წლის საათი გაცდაში. რა უყვარს მარის? არის უყვარს ზღაპრები და ლექსები და კუკლებით თამაში. და სულ პატარას რა ქვია? იოსები. იოსები როგორია? იოსები არის მტირალა, მჩხავანა და არის 1 წლის. იმ დღეს განცხადება რომ დავწერე იქ რო ჩავედი გამგეობაში ჩვენთან გორში რო ჩავედი რო დავინახე ჩემგარდა ერთი 15-20 ოჯახი იყო მრავალშვილიანი ზოგი სხვა სოფლიდან იყო ზოგი სხვა სოფლიდან მაგრამ ისინი ხოცოდონი არიან ორი თვე არის შეშაზე მაგ დაწერილი განცხადება და რო ჩავდივარ სულ იმას მეუბნებიან ერთ კვირაში იქნება ერთ კვირაში აწი გავიდა ზამთარი და რაღაც მინდა ახლა მაგათი შეშა თვეში საშუალოდ რამდენი ჭირდება თქვენ ოჯახს? რა, ერთი 700-მდე. და რა შემოსავალი გაქვთ? არაფერი. დახმარების იმედზე ვარ. და რა თანხაა ეს დახმარება თვეში რამდენი? არის. და იქიდან 198 ლარს ვიღებთ. პატარაზე დასაწოლი რო ვიყავ, ფეხბურთზე ჩარშან გამოვიტანეთ 3 წლიანი ისა განვადილი. წინასწარ დახმარება რა და იქიდან გვიკავდება დანარჩენი. ჭირი, კაკატუა, კაკი. როგორ ანაწილებთ ამ თანხას? ზეთს ვყიდულობ. ზეთი დიდი ბოთლი რავი, რაღაც 15 ლარამდე რო ღირს იმას ვყიდულობ. მაკარონები დიდი ის რო არის 7-8 ლარი ღირს ისინი. ცოტა მაღაზიაში ვალები და მე სასადილოშიც დავდივარ, იქიდან მომაქვს საჭმელი. ეკლესიური სასადილოა ჭალაში და იქ მივდივარ ყოველ დღე და საჭმელი მომაქვს 2 დღეში ერთხელ. შარშანზაფხულს მუშაობდი გორში, მოხუცოვლედი და ბავშვი ავად გამიხდა დავანებები წამოვედი. სიცხეები ჰქონდათ ესა ნუ მე შეძლო ბავშვის ცქერა. დავანება ისე წამოვედი. საღამომდე ხანა ისე მოდილით დავლევ ყავას და მთელი დღე ვარ სუმშიერი, ხან ჭამა არც მახსოვს ხოლმე. მე ცუდად ავარ. ბევრი დრო უნდა ბავშვის მეზობლის გოგოები მეუბნებიან ძლები რა ჩაკეტილი ხარ, ანამდენი ბავშვის პატრონის ადგავალ, მაგრამ აი სულ სახში ვზივარ, აი ჩემი მულები ისინი რატო არ ჩამოდი ხარ.
არა მაქვს სურვილი გავიდე გარეთ რაღაც. თქვენ თვლით რომ თქვენს ოჯახს უშველი და თქვენი დასაქმება? უშველი და ცოტა თუ ბევრ თუ არა ცოტას მაინც რაღაცას შემატებდა რაღაცასა და რაღაცა შემოვიტანდი ოჯახში. ჩარშა მაგალითად თელი ზამთარი ვივაჭრე. მაგრამ წელს აღარ შემიძლიან. ვენების გადიდება მაქვს და ტრომბის ნიშნები მაქვს ფეხზე და ვერ იმასავშვები რომ 15 კილოზე მეტი რო ავწიო და გადავდგო გვერდზე. აი რა უნდა გავაკეთო მეც არ ვიცი, აი გიჟათა ვარ, რაც ნაკვეთი მქონდა და მამული მქონდა გავყიდე რა რომ ბავშვები შივრები ხوار მეყოლებოდა და სიცხიანები და ისინი ხوار მეყოლებოდა რა. ავდექი და 80 ასეთი ნაკვეთი მქონდა. და ეს რა ჩემ სახლის ავალდიდება ეს ნაკვეთი წყლის პირზე რაც აღარ მაქვს. ეს სახლი ვინ ააშენა? მამა ჩემის აშენებული არის ვანო გოდელაშვილის. ნარათი ყავით გაიგე. დიდი. თქვენი ბავშვობა განსხვავდებოდა თქვენი შვილების ბავშვობისგან? მეც რავით, მეც გაჭირვებული ოჯახიდან ვარ, მეც ბაღში შრომა და ის იყო. სკოლიდან მოვიდოდი და ჩქარა თამილა ბაღში წავიდეთ. მინდა მაცდიდა, მე აქეთ ვიხვეწები და ჯექი გაკვეთილები ისწავლეთ. მე მოვიდოდი ჩანთის დადებას არ მაცდნენ, წავედით ბაღში. მინდოდა სწავლა თქვენ? მინდოდა სწავლა, ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა მქონდა ის დრო რომ მე სწავლა და ის. პატარა ვიყავი, მამა რო დამეგუპა. ჩვენც ხუთი დედმამის შვილები ვართ და მუშაობდით. ვეწვალებოდით ჩვენც. რითი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება სხვა ოჯახის ცხოვრებისგან? მრავალშვილიანი რთული. რატომ არის რთული? ბევრი შვილი რო ყავდა, რჩენა რთული. მოდის გოგო ქალბატონი არის, კაი მანდილოსანი ქალბატონი და აი ესე იგი უანგაროდ გვეხმარება, რასაც აქვია, აღდგომა არ გამოსტოვს, ახალი წელია არ გამოსტოვს, მოდის და ისეთი მადლობლები არიან ჩემი შვილები, არ გვეცნობა, ფიზიკურად არ გვეცნობა ვინ არის და რატო გვეხმარება ეგრე უანგაროდ. აი მე რავი, აი იმ ქალბატონისა ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ძალიან დიდი მადლობელი რა. ეხლა ახალ წელს მობრძანდა, იყო მოუტანა ბავშვებსაც უყველაფერი და ეუბნებიან მარტო სახელი მაინც გითხარით, რა ქვია? არ იძახის. ყველაზე დიდი პრობლემა რა აქვს ახლა თქვენს ოჯახს? ჩემს ოჯახს ახლა ყველაზე დიდი პრობლემა რა აქვს? უბინაობა პირველ რიგში. რომ ჩვენ ბინა არ აგვაქვს. ფაქტიურად ჩვენი ბინა ეს არ არის. ვართ ეგრე. და ცხოვრობთ ეგრე. ახლა რავი, თითქმის რავი, მე მგონი რომ აქედან ჩვენ გაყრას არავინ არ დაგვიპირებს, რავი, ეგეთი ისა მაქვს წმენა. მეორე რა არის ახლა? რო თქვა რომ ჩემი შვილები განსაკუთრებულად რაღაცით იკვებებიან, არ იკვებებიან. აი როგორც ბავშვმა რომ უნდა მიიღოს საკვები, ამათი ძირითადი საკვები არის რა? სუფი, ხორცი იშვიათი. აი ხორცი რა უნდა მოხდეს რომ ჩემმა შვილებმა ხორციანი საჭმელი ჭამონ. უფრო ძირითადად იმაზე მყავს ვერმიშელი, აი კარტოფილი, ლობიო აიგრე გავდივართ ხოლმე და ვეხმარებით მეზობლებსა, ხან ბარვაში, ხან თოხნაში და გვეხმარებიან და იმას აშურებიან რომ გვაძლევენ, რომ აი
არავის სასაყვედურო არ გვინდა რა, აი როგორ იტყვიან. რა ვიცი, აბა იცი რატო? მე ბევრჯერ გამიგია, ბევრჯერ, რომ აი თუ არა ქონდა მოვლის თავი, რატო აჩენდა? და ესაც ჩემთვის არის ძალიან დიდი დამამცირებელი სიტყვები. რომ რატო აჩენდა? აი რატო იმასა ვის იმედად აჩენდა? და რავი, აი მე ყველა აი ბევრ მრავალშვილიან დედასთან ამაქვს კონტაქტი, ბევრი ვიცნობ, ბევრთან შევხვედრილა და ის უბეუბნები. მოდი აი ჩვენი შვილები, ისევ ჩვენი წვალებით, ჩვენი იმითი როგორმე ჩვენ თვითონ გავზარდოთ. და ჩვენ თვითონ დავაყენოთ ცხოვრების გზაზე, რომ აი ვიღაცის ის არა კონდეს. ყველა ბავშვი მყავს ხელოვნურად გაზრდილი. და ბევრჯერ ნახირში მივლია. ნახირში, აი სოფლის ნახირში მივლია, რომ ჩემ შვილებსაც ძექონებოდა და აი ეგრე გამიტანია ჩემი შვილები. რომ აი მე თვითონ მithქვია, რომ აი მე წავა თქვენ მაგივრათა, რომ ჩემ შვილებს 1-2 ლიტრა ძე ქონდეთ. არ ავთაკილობ, არ იმასაშვები, ჩემი ოჯახის გულობაზე ყველაფერს გავაკეთებ. ზაფხულში ჩემი ბავშვები ძალაობენ. უნდათ რომ იმუშაონ, მომეხმარონ. აი ახლა იმ პატარა ბიჭმა როსტომმა ბლისკრეფაზე უნდა მოსულები ამზაფხულა, იძალავა, წავიდა და 5 ლარათა მუშაობდა ბლისკრეფასა. აი ახლა დღეს რომ მოვიდნენ სკოლიდან და მაგალითად აი მამამისი ეხმარება, იქ მეზობლის ქალი არის, ხან ძეს გვაწოდის ხო, მოხუცი ქალი არის. ხან ძეს გვაწოდის, ხან რაღაცას გვაწოდის და უბარამენ და ახლა იყვნენ იქა და ეხმარებოდნენ თავის მამას ბარვასა. ნიკუშა არის შრომელი კაცი. სულ შრომა უყვარს, სულ მუშაობაშია. თემურა ცოტა ცელკი. თეონა კიდე ჭკვიანი. სულ სწავლა უნდა, სულ კომპიუტერს მეუნება, რაღაც ის ბუქი გაუფუჭდა, სკოლაში რომ დაურიგეს. ნინიკოს ლექსები უყვარს, თამაშები უყვარს. და ეს. მარიამი? მარიამი სულ აი ჩახთრობილია. რაღაცას ფიქრობს და ვეუნები რა არის, რაზე მოიწყინე და არ იძახის, რა უნდა არ ვიცი. დღესაც არ ვიცი რა უნდა. 6 დედმამიშვილები გავიზარდეთ ჩვენ თვითონაც, მრავალშვილიანები ვართ. დედა ჩემიც მრავალშვილიანი იყო და მეც მრავალშვილიანი ვარ. მამა ჩემის იერეზე წავედი. მინი ბოლოს, მინი პატარა და იტენე მინი. ბოლოს გადაჭრი. მინი დადეკი გვერდებებო. 19 წლის ავიყავი რომ დაუჯახდი და იყო მაშინ ცოტა კიდე წაკრავდა ის დროინდელი ჩემი ბავშვობის ცხოვრება, მაგრამ მერე და მერე აირია. თქვენი ბავშვობა როგორი იყო? ჩემი ბავშვობა კაი ბავშვობა იყო. ყველაფერი მქონდა. წითელი თუმნიანები რო იყო ხოლმე. კევი არ მაგდა, კამფეტი არ მაგდა, რა ვიცი. არაფერი არ მაგდა, არ ჩაცმა, არ ჭამა. მე რომ მქონდა ცხოვრება, მეთქი ეგეთი ცხოვრება იქნება თავიდან ბოლომდე, მაგრამ შეიცვალა. კარგია ბევრი დაძმა რო ყავს? კი. რატოა კარგი? იმიტომ ყველა ერთად თამაშობთ ხოლმე. დიდები რო გავიზდებით, მშობლებს დავეხმარებით. და მაგიტომ ეხარია, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ვართ. და ბედნიერი ვარ, რომ 3 დამყავს. ტარი
ძურება რანი მაგუში კაი ცური თქო პატარა გვაბრაზებს ხოლმე ცოტათი მაინც პატარა ხო ის არის და პატარაზე უფროსი 8 წლისა ცელქია ძალიან ცელქია ის მეორე ცოტათი მაინც დამჯერია დედაჩემს ეხმარება ეგ უფრო მიხარია რომ ეხმარებიან დედაჩემს დედაჩემ ზოგჯერ ცუდად აყოფილა და მე გამირეცხია ჭურჭელი რავი პოლიც მომიწმენდია რავი ეგრე იმასავშობით ერთმანეთს ეხმარებით ტყეში წავსულ ვარ კიდევაცა რავი აი ქავდივარ ხოლმე სადღაც რავი ეგრე არის ჩვენი ცხოვრება რა ყველაზე მეტად დოლი მიყვარს პირველათი ფეხბურთზე დავდივარდი მაგრამ რო თქო ეს რომ გადასახადია რო არ აქვს მაგის საშუალება გამოვედი და მე დამატებით სასწავლებელში რო დავდივარ ეგრე მითხრეს რომ დოლზეო იწერება უფასოთო და ჩაეწერე შენცო რაზეც მივედი ყველაფერს კარგად მივდექი კარგი ნიჭი მაქვს სიყვაზე დავდიოდი და გამოვედი იქთანაც რავი კი მეუნებიან მოდი იარო მაგრამ მე თვითონ არ მინდა სიარული მე იქიდან საღამოთი მოდივარ და 7 საათზე უკვე ღამდება 7 რო დაიწყება დაბინდებულად ჩემდები მე მყავს ჩაბარებული სკოლიდან იმსხონდა იქ და რო გამოუშვა მარტო არა ზოგი მძღოლები მეც მეჩხმებიან ხოლმე რომ რაზია მოდიხართო ფეხით რატო ვერ დადიხართო და მე გზაზე რო ჩამოყარონ ესენი მაგიტომ და მაგიტომ გამოვედი იქიდან აი თორე ჩონგუზეც მინდოდა სიარული მაგრამ აი ვერა ისიც 6 საათზე იწყებოდა და 8 საათზე მთავრდებოდა და უკვე 8 საათი დაბნელებულია უკვე და ემაგიტო თორე ჩონგუზეც კი მინდა რომ ვიარო როგორ ფიქრობ მშობლებისთვის ძნელია ბევრი შვილის გაზრდა კი რატო არის ძნელი შენი აზრით როგორ ფიქრობ რა არის ყველაზე ძნელი ბევრი შვილის გაზრდაში შრომა რთული ის არის რომ მუშაობა არ არის თორე მუშაობა რო იყოს არ იქნება ჩემთვის რთული რას საქმიანობთ ტაჭკაზე მუშაობ 21 ბაზარში გორის კოლმეუნურ ბაზარში ძიმეა ფიზიკურად აბა რა ტაჭკა მძიმეა იქ აწევა გინდა იქ მიტანა გინდა ტაჭკის მიგორება გინდა დღეში საშუალოდ რამდენს აკეთებთ ყველაზე უმაღლესი არის 5 ლარი კვირაში რამდენჯერ გიწევთ ხოლმე მუშაობა ყოველ დღე მაგრამ აი ლატარიას ეფარის ახლა დღეს წავედი გუშინ წავედი 3 ლარი ვიშოვე 3.5 დღეს ესეთი ცხოვრებაა რა ვიცი რა იქნება ძალიან კაი სახელი აქვს ჩემ მილიას ბაზარზე ყველა იცნობს ძალიან კაი ბიჭია ნდობა აქვს ჩემ მეუღლესა რაც თავარია ხალხისა და რო იცია რომ კაი ოჯახი აქვს ნორმალური ცხოვრება რო აქვს ყველას კი ეცოდება მაგრამ ბევრი ხოლმე დაგეხმარება არიან რო აძლევენ ხოლმე 3 ლარი 2 ლარი 5 ლარი ხან ბევრი არაფერი მაგრამ ასე რომ კი ნემიურად რო თქვა ძალიან მიჭირს ამ ბავშვების გამოყვება ხუთნიანი 5 ბავშვს უნდა სახლი გავყიდე იმიტომ რომ ჩემი შვილი გადამერჩინა და ამ სახლის გაყიდვის მერე დაიწყო ჩემი პრობლემა ყავდა ბავშვია 9 თვისა მძიმე ავანტუფობით გამო ჭირდებოდა სისხლი ჭირდებოდა ჟანგბადი არანაირი საშუალება არ ჰქონდა ის მერე მოვდევ ხან ქირითა ვარ ხან ესე ხან ვის ბინაში ხან ვის ბინაში საკუთარი სახლი მინდა რომ მქონდეს მაგას დარდო რა შეიცვლებოდა სახლი რომ მქონდეს უფრო ბედნიერი ვიქნები რომ საკუთარი სახლი მექნება როგორ ვიყიდი სახლსა ჯერ სახლს ვიყიდი მე მანქანასა მე მოვანცორსა ბევრი შვილი გინდა რომ ყავდეს 2 გოგო და ბიჭი გოგოსა ბიჭი დაიცვავს და გოგო აი გოგოს მოვაჩვი ბიჭი იმას მიეხმარება გოგოსა როგორც მიეხმარება ხომ თამთაია შენ რო გაიზდები რამდენი შვილი გეყოლება 1
ერთი. რატომ არ გინდა ბევრი? იმიტომ რომ უყურებ ხადი და ჩემს გადმოსახედა როგორ ეწვალება რომ თავი ჩვენ ყველაფერი გქონდეს, არაფერი მოგვაკლდეს, ძნელია. აი ამის ჩვენ ახლა ამ წუთში ძნელია რომ სულ უნდა სუცდილობს იმას რომ გქონდეს. ვერ გავწევ როგორ სლებს ყველა ოჯახი. ავალშულიან. გიფიქრიათ რომ ცხოვრება ცოტა უსამართლოა? უსამართლო რატო უნდა დავარქვა? არა, უსამართლობას არ დავარქვი, ვიცი რატო უსამართლობა რატოა. ეხლა ეთყობა ცხოვრებაში მე ეგრე მეწერა რომ მე ესე უნდა ყოფილიყეს ეხლა სამართალს რატო დავაბრალო. ეს უკვე ჩემი ცხოვრება, ჩემი გზაა და ჩემი კვალი. ეხლა მე და ჩემი მეუღლე ამასა მივყვებით და ვართ ესე. შეიძლება დღეს არა მაქვს, ხვალ არ მაქვს, ზეგი გქონდეს ხო? და ხაბელი ხაბინა, განხაბეკე კაკუ არა. შენი აზრით რა არის საჭირო იმისთვის რომ ადამიანს არ გაუჭირდეს? დახმარი. უნდა იგიშო. გააზრო, არც ის მოგივა და არც ისა. თუ ხეს გააზრო, გეკეთ მოგივა და საკვებიცა. ასა ძლიერი უნდა იყოს ადამიანი. ბავშვები სკოლაში როგორ სწავლობს? მე ახლა რაც სიმართლეა, მათემატიკაში მიჭირს, ქართულში არ მიჭირს, ინგლისურში მიჭირს. აჰა. შენ? სპორტში არ მე მათემატიკაში არ მისწრის და ისა ქართულში, ბუნებაში და ხელოვნებაში და ინგლისურში ბუნებაშიც მაგრამ მიჭირს. აჰა. როგორ ფიქრობთ? არ გიფიქრიათ იმაზე რომ ბევრი რო ისწავლოთ შეიძლება მერე? კი გვიფიქრია, მაგრამ რო ჭირს. აი გოგოს უნდა ძალიან კულინარია, აი ძალიან იტაცებს. გურში მითხრეს რომ ასწავლიან და 15 დღეში 60 ლარიაო გადასახდელიო. ეხლა კი იმ 60 ლარსა მოვაგროვებდი და გადავხვდიდი, მაგრამ ეხლა იმ 15 დღის მანძილზე ეხლა წასვლა, მოსვლა 1 ლარი ხო გინდა რომ ბავშვი მთელი დღე მშერი რო არ იყვეს. მე იქ ცოტა იმას მიტანა უნდა მასალებსა რომ ბავშვმა თავისით გააკეთოს იქა მასწავლებლის იმითი ტორტი იქნება თუ რაც იქნება და აი რავი ძალიან უნდა რა მონდომებულია აი მეზობელი ხარას მისცემს კვერცხია რაც არის და აი წუთში გააკეთებს ხანამ სხვა რაღაცას ყველაფერს გემრიელს იმაშლება. ყველაზე კარგად ვინ სწავლობს თქვენში? ეს ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა რომ ფრინავი გამოვიდე. ჯარისკაცი. სამხედრო პილოტი გინდა რომ? დიახ. რატომ? იმიტომ ოცნებობს. მე მინდოდა გამოსვლიყავი ხალიჩების ქსოვა მინდოდა ძალიან. ხო და მამიდები მპირდებოდნენ 9 კლასს რომ დაამთავრებო. წაგიყვანთ თბილისშიო. ხო და 9 კლასი ვინდა მომთავრებინა. მე 9 კლასიდან წამიყვანა რა მოტყუებით, უკვე ბოლო ის იყო. 16 წლისა გავთხოვდი. ხო. ვეღარ ვისწავლე რა გამოვიდა. ჩამიშალა გეგმები ჩემთან. როცა თქვენი შვილების მომავალზე ფიქრობთ, ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? უსწავლელები არ დარჩნენ. მინდა რომ ვასწავლონ. ვიტყვი მე წამოვზარდო, მალე წავიდე მეთქი საზღვარგარეთ და ვიმუშაო და ჩემს შვილებს შეუგძინო. ბევრი რამე აკლიათ, ძალიან ბევრი რამე. თემურა ხაზე რო დასვა მაინც იცხოვრებს და ეს ცოტა საწყალია ნიკუშა. მაგრამ შრომაში რაღაც ფიზიკურად რო შრომობს, ყველა შეიცოდებს, ყველა რაღაცა დაასაქმებს და იშოვის თავისებურ ცხოვრებას. მე ეს ძალიან დამჯერავს. გოგოები? გოგოები რა ვიცი, დათხოვდებიან და ხმებს ვეხვეწები რომ კეთილი სიძეები შეხვდეს. მე იმას კი არ ვიძახი რომ დიდრები. კეთილი სიძეები, თავარია ჩემი გოგოები უყვარდეს და ოჯახი შექმნა ტკბილად. აი რასო ვფიქრობ რომ გაიზრდებიან ჩემი შვილები ისევ და ისევ. ალბათ რომ დავაშკაცდე, ამომიდგებიან გვერდში და თავან ცხოვრებას თვითონ გაიკვალავენ და თვითონ იმას იზამენ. როგორ ფიქრობ, შენი მომავალი ცხოვრება როგორი იქნება? კარგი. გზაზე მიდის კურდღელი, ცალკი პრანჭია. გზაზე მიდის კურდღელი, ცალკი პრანჭია. სკუპ სკუპ, სკუპ სკუპ, ცალკი პრანჭია. სკუპ სკუპ, სკუპ სკუპ, ცალკი პრანჭია. ჭიშე მოხდა მელია, გამარჯობა ბაჭია. გაუყვიდა მელიას, უი რა უზდელია, რა ეწინა საპირველი.